მოგესალმები მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხინგავა, ვარსმენა და ქვეითებული გრამატიკა ნენელა ვსწავლობ როგორც ყოველთვის. სმენის აპარატი მიკეთია, მინდა რომ მიგანიშნოთ. მოკლედ მეგობრებო, ეს არის ბოლო შეტყობინება გურამ დადიანიძეს ამბავზე თან დაკავშირებით. ეს არის ბოლო შეტყობინება, რაც უნდა დაგიტოვა. აღარ მიწევს იმის გაგრძელება, კვალი და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მე მივაგენი კვალი და თქვენ რეაქცია ვერ წარმოიდგენდი და იმის თქმა მინდა რომ ვერ დაიჯერებდი ჩემს ნათქვამს და ასე შემდეგ. მით უმეტეს ჩემს შეხედულებას რო შეხედავდი რა პატარა ბიჭია, რა გამართულად ლაპარაკობს, რანაირად ლაპარაკობს და ასევე რწმენას. როდესაც მე რამეზე ვსაუბრობ, იმის მიხედვით რწმენას ისე იღებს უარყოფას. მართალია ამ დედამიწაზე დაჯერება ვერავინ ვერ დაიჯერებს, იმიტომ რომ ძალიან უბრალო ადამიანები ხართ და მეორე მხრით კაი, ამაზეც არ ვიტყვით, მაგრამ ნუ შევეკამეთებით და ასე შემდეგ. კარგი, ეხლა არის ისი თქმა მინდა. დღეს 18 აგვისტო 2026 წელი. წუხელ ღამის 4 საათის რაღაც ნაკლებად ზილით დროს ხილვებზე ხედავდი გამოსახულებას. წყალზე ვფიქრობდი, წყალი ზოგადად ხილვებზე რო ნახულობდი და გამოსახულებას ხატავდი წყალზე, რომ გურამ დადიანიძე კვალი მეპოვნა და ისე ვიგონებ, რომ რაღაცა ხატავდი ესე ფიქრებში, როცა გზილი გზინავთ. ამ მომენტში ხმა გავიგონე, წყალის მომენტი, მეგობრებო, წყალის მომენტი ხმა გავიგონე. აი როგორ გითხრა, შიგნიდან წყალში ხმით გავიგონე, აი შემიძლია გავახმოვანო ისე რომ ნაცნობი ხმას მივხვდებოდი. აი რაღაცა წარმოიდგინე, ბუშტივით წყალი ამოვიდა. აი მასეთი ხმით მესმოდა მეგობრებო, შიგნიდან. და ამ დროს ვიზახოდი, სად გურამი მეთქი, სად? სად არის ეს წყალი ტერიტორიაზე, სად ჩავარდით მეთქი და 1-2 წუთის შემდეგ ვფიქრობდი მეთქი, ჩემი გაშიფრული ფოტო სურათი რუკაზე, რომ შემეხედა მეთქი, ამაზე ხო არ არის მეთქი და უცებ გურამ დადიანიძე პირველი ხმა გავიგონე. გამეორება. და თურმე მიპოვნია ეს კვალი, რაც ადრე გაშიფრული მქონდა, ეს ზუსტად 10 აგვისტო 2026 წელი გამოქვეყნებული ფოტო, რომელიც ვაქვეყნებდი გურამ დადიანიძე ნიშნების კვალი. ზუსტად 10 აგვისტო 2026 წელი, როდესაც გაშიფრული მქონდა. მეგონა რაღაცა სხვა გზით მიმითითებდა, მაგრამ თურმე ეს რომ ვეუნებოდი, ხატავდი იმ ფიქრებში და ვეუნებოდი, ნეტა ამაზე ხო არ არის მეთქი და
უცებ გურამ დადიანიზე ხმა გავიგონე გამეორება ღმერთო იცი რა არის როგორი შეგრძნება მეგობრებო გურამ დადიანიზე პირველი ადამიანი გავიცანი და მის პირველი ადამიანი ხმა გავიგონე წარმოუდგენელი და გულ ამაჩუტყებელი რა არიცი ეს 19 დღეა რას გურამი დადიანიზე ფიქრი დავიწყე და მის კვალს მეპოვნა იმდენი ვიშრომე იმდენი ვიტვირთვე იმდენი გამოვზიე ინტერნეტ სივსეში რუკას ვუყურებდი ვაკვირდებოდი იმ მოწმეებს საუბრებს ვისმენდი და რაღაცა მთელი ვაგროვებდი დოკუმენტებს და კვალის პოვნაში 19 დღეა რას ვიტვირთვე ამ ბოლო დროს გურამი დადიანიზე პირველი ხმა გავიგონე და აი როგორი გოლა მაჩუტყებელი თან წარმოიდგინე გავიცანით რა და გავიცანით და მის დაკარგული ვიპოვეთ რა და ამაზე გული მაქვს გაწყვეტილი რომ აი იმით მოლოდინი მქონდა რომ ოღონ ცოცხალი მინდა რომ იყოს მეთქი რა აი როდესაც წარმოიდგინე როგორც დედაში სოფო 12 წლიანი შვილს ეძებს ისევე როგორც მე დავიწყე დედის მსგავსად რომ დავიწყე მის ზებნა 19 დღეა ჭირთულობდი ძლივს მივაგნი ეს კვალი და გურამი ბოლო ხმაზე გავიგონე ზილის დროსა როცა ფიქრები ჩანაფიქრებზე რომ და ნეტა ეს ადგილზეა მეთქი და გამეორება თურმე სწორად გამოვიცანი ეს ადგილი რომელიც 10 აგვისტო 2026 წელი გაშიფრული მქონდა გამოქვეყნებული მქონდა მისა Facebook-ზე პოსტი ჩემ გვერდზე და რა მოლოდინი მქონდა იცი როგორც დედა შვილს ეძებ 12 წლიანი გასული ამდენი წელი ისევე მეს რო დავიწყე მის ზებნა კვალს და აი რა მოლოდინი მქონდა ნეტა მინდა რომ ცოცხალი იყოს აი არ ვიცი და როგორ მწყინც იცი აი როგორც მშობელს როგორც ზმაკაც როგორც ოჯახს აი ეს მრჩებოდა შთაბეჭდილება რომ ძალიან მინანე გურამ დადიანით ხმე თუ არს მინდა რომ ვიტყვირო უბრალოდ შევინაჩუნო პირველი ხმა რო გავიგონე და ძალიან გული მწყდება რომ ამდენი 19 დღე მისი კვალის რო ვეზებდი და ვცდილობდი მის დახმარების სოფოზე და არ მეჯერება რომ ეს ბოლო შეტყობინება რას ვიპოვე და პირველი მისი ხმა რას გავიგონე მეტირება უკვე რომ აი ძალიან მეწყინა იმიტომ რომ ის გურამი დადიანიზე რაც გავიცანი და რაც წავიდა ეგ როდესაც ვიპოვე მის კვალი დაკარგული და ძალიან გულგაწყვეტილი მაქვს მართლა გულგაწყვეტილი მაქვს და აი როგორ მინდა რომ ცოცხალი ყოფილიყო და ისევ მეგობრები ჩახუტებული გახარებული რომ ყოფილიყო და ეს მინდა რომ ყოფილიყო ძალიან მაგრამ არა უშა მეგობრებო ვიცი რომ ძალიან გიყვარს ეს ადამიანი მეც უკვე როგორი სიახლოვე როდესაც გავიცანი გურამ დადიანიზე მის ფიქრის როცა ვიწყებ და მისი შრომაზე რომ ამ შრომაზე რომ ვცდილობ და თან რო ვიპოვე თან რო პირველი ხმა რო გავიგე ძალიან მართლა ვინანე მაგრამ ვიცი რომ სასუფეველიშია უბრალოდ ჯობდა აქ დედამისაზე
იცოცხლო და გააგრძელო ცხოვრება და დედათან ერთად და რავი, აი ეს ძალიან მართლა ვინანე რომ მეთო ეხლა რა ვიცი, ვერ შევიკავე სტრემლები არ მინდოდა, მაგრამ სხვა რანაირად უნდა გითხრა მეგობრებო, მართლა ეხლა მართლა უკვე თავი შევიკავე, სტრემლების გარეშე თავი შევიკავე. სერიოზულად დავიწყო საუბარს, რომ თქვენთვის მომინდია როგორ გინდა მიიღე რწმენა, ჩემთვის მნიშვნელობა არა, ჯერა თუ არა, რაც გინდა ის შემრაცხი გიჟი სულელი არანორმალური და რაღაცა, რას გინდა ის გიქნია, ჩემთვის შეტყობინება ბოლო დაგიტოვე ნიშანი, რომ თქვენ გეპოვნა და რა ვიცი, დამთავრებული იყოს, რომ შვიდად ყველა დაისვენოს ადამიანი ამ ტანჯვის ზებნა. ეხლა თქვენ წარმოიდგინე იმ შინაგანი საქმეთა სამინისტრო ვერაფერს ვერ იპოვეს, ვერც მიაგნებ 12 წელია, როგორი სუსტია ეს პოლიციელები, რომ ვერ მიაგნეს, ვერ იპოვეს და ასე შემდეგ. ეს არის წარმოუდგენელი და ჯოჯოხეთურობა. და მე კიდე 19 დღეა როცა გურამ დადიანიზე ფიქრობ დავიწყე ღმერთთან კონტაქტში, როცა გულთან ვსაუბრები, სად შეიძლება ყოფილიყო გურამ დადიანიზე და ამ ბოლო დროს დღეს როცა ხმა გავიგონე გურამი წყალის მომენტი ჩავადნილი ხმა გავიგონე, შემდეგ კი გურამ დადიანიზე ხმის გავიცანი უკვე და უკვე ბოლო შეტყობინება და აი ეს არის ჩემი შრომით და წვალებით და მინდა რომ ეს ნიშანი დაგიტოვო მთელი ცხოვრება და ისიც მჯერა რომ თქვენს იგივე დაგესიზმრებოდა ნებისმიერ ადამიანი, გინდა დედა იყოს, გინდა ადვოკატის იყოს, გინდა შინაგანი საქმეთა სამინისტრო, გინდა მოქალაქე, ყველა დაესიზმრება გურამ დადიანიზე კვალი მიგიყვანო, სადაც არის დაკარგული აი ნამდვილად აღმოსაჩენი და მტკიცედ. მეგობრებო, საბოლოოდ მე გეტყვით, რომ იგივე მოგიწევდა 12 წელი ზებნით გურამ დადიანიძეს დაკარგვი. იგივენაირიც მოგიწევდა 12 წელი ამ საშინელი ჯოჯოხეთი ვერასოდეს ვერ მიაგნებდი საიდმე შემოწმება და პოვნა. გეუნები მლეთაში არის. სადაც გურამ დადიანიძე იქ ქვაზე ჩამოჯდა, იქიდან არის იმ წყალში, საიდან ამოზრავებს, სურათს გაჩვენებ, რუკაზე არის. ზუსტად რომელიც შემოხაზული მაქვს ნიშნები, აქ არის გურამ დადიანიძე კვალი. რა შეეხება? ვიცი რომ შინაგანი საქმეთა სამინისტრო იქ იყო მათ შორის მაშველისას იქ იყვნენ მისული, ვერაფერს ვერ იპოვეს გურამ დადიანიძე კვალს და ეს იყო მისთვის ძალიან სუსტი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებ, რომ ამ ადგილაზე კარგად მოძებნე, 3-4 დღე იმუშავე, სხვაგან მოსაზებნა არაფერი არ აგავ, ზუსტად ამ კონკრეტულ ადგილზე, რომელიც მიგითითებს ამ სურათზე რუკაზე, სწორედ ამ ადგილაზე დაიწყეს 3-4 დღეს მუშაობა ნებისმიერ ადამიანის, არ ვიცი ვის როგორ შეუძლია შინაგანი საქმეთა სამინისტრო და ასევე მაშველი, თუნდაც პლუს მოქალაქეებისას, როგორც რა ქვია იმას რაღაცა მონაწილეობის დახმარებას, აი ამ ყველაფერში უნდა მოიღო, რომ 3-4 დღე იტვithო მის
გურამი დადიანიზე დაკარგულს ყვალთან რომ იპოვოთ. აი მინდა რომ თქვა. ახლა თქვენთვის მომინდია როგორც გინდა ისე მიიღე. ანუ აყავით ან დადებით ჩემი რწმენა. შემირცხვენია თქვენი უარყოფითი ჩანაფიქრი. მაგრამ მიმიპატიებია უბრალოდ ძალიან არის ბევრი ადამიანის სუსტები ადამიანები. რა ვქნათ? რანაირად წარსწმენაზე მოგიყვანო. რაინაირად მიგიყვანო ამ გზა. ვერასოდეს ვერ იპოვიდა გურამ დადიანიზე მის დაკარგულს კვალი. მოგიწევდა ისევ და ისევ 12 წლიანი ნატანჯი და ჯოჯოხეთური ცხოვრება. მათ შორის სოფო გაშფოთებული და რეაქცია შექნებოდა რომ მაგრამ სოფოზე მეტად დიდი ძლიერი პიროვნება ის აუცილებლად დაესიზმრება. როგორც მე მის სოფოზე მოვისმინე ორჯერ სიზმარი მოყოლილი ქონდა და მეტად იმაზე მეტი ნახავდა სიზმარი და აუცილებლად ჩემი რწმენის დაიჯერებ და მართლაც იქ მივიდოდა და ისე მოგიწოდებენ რომ დაიწყო მიზი ზებნას. დავამთავრე ამ თემას საუბარი.